მოგესალმებით. იმისათვის, რომ დავამატოთ რეზიუმე განცხადებების დამატების გვერდზე, ავირჩიოთ შესაბამისი კატეგორია. მოვნიშნოთ რეზიუმეები. დავაჭიროთ კატეგორიას, ჩამოიშლება ჩამონათვალი, ავირჩიოთ რეზიუმეები. კატეგორიის არჩევისას, როგორც ხედავთ, ჩამოიშლება შესაბამისი ველები. წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება ვერ აიტვირთება. ჩავწეროთ სათაური. სათაური უნდა იყოს რეზიუმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. მაგალითად, ვიმუშავებ call center-ში. შემდეგ ჩაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, მიუთითეთ დაბადების თარიღი, მონიშნეთ შესაბამისი სქესი, მიუთითეთ ოჯახური მდგომარეობა. შეავსეთ ინფორმაცია თქვენი განათლების შესახებ, სკოლა, უნივერსიტეტი და ჩაწერეთ ფაკულტეტი. ასევე მიუთითეთ განათლების ხარისხი. დააწკაპუნეთ შესაბამის ველზე და ჩამონათვალიდან აირჩიეთ, ის ავტომატურად გამოჩნდება ველში. შემდეგი ველი არის უცხოენები, ეს აუცილებლად შესავსები ველია, აქ უნდა ჩაწეროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ენებს ფლობთ და რა დონეზე. მაგალითისთვის ქართული ენა. ქართული ენა, მშობლიური. ინგლისური, კარგად. და ასე შემდეგ. შემდეგი ველია კომპიუტერული უნარები, აქ ჩაწერეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ კომპიუტერულ უნარებს, პროგრამებს ფლობთ და რა დონეზე. მიუთითეთ თქვენთვის სასურველი დასაქმების სფერო. აირჩიეთ ჩამონათვალიდან და იგი ავტომატურად გამოჩნდება არჩევის შემდეგ. თუ გაქვთ მართვის მოწმობა, მიუთითეთ რომელი კატეგორიის მართვის მოწმობა გაქვთ, თუ ფლობთ რამდენიმე კატეგორიას, მაშინ ისინი გამოყავით მძიმი. პასუხეთ შემდეგ შეკითხვას, ეწევით თუ არა სიგარეტს. შემდეგი ველია წინა სამსახურები. აქ უნდა ჩაწეროთ ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ. ანუ შეიყვანოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ჩაწერეთ შემდეგი თანმიმდევრობით. მუშაობის წლები, შემდეგ ორგანიზაციის დასახელება, შემდეგ პოზიცია, რომელ პოზიციაზეც მუშაობთ ამ ორგანიზაციაში, ჩაწერეთ ორგანიზაციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მიუთითეთ ელექტრონული პოსტა. შემდეგ მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ასევე რეზიუმეს ფორმაში შეგიძლიათ ატვირთოთ დოკუმენტაცია Word-ის, Excel-ის, PDF-ის ფორმატში. ეს შეიძლება იყოს პრეზენტაცია, CV. დააჭირეთ Relax Choose File. აირჩიეთ შესაბამისი დოკუმენტი. და არჩევის და ატვირთვის შემდეგ იგი ავტომატურად გამოჩნდება. შეგიძლიათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე. და ისიც ავტომატურად გამოჩნდება ამ ფორმაში. დამატებით ინფორმაციაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება დამსაქმებელს თქვენი კანდიდატურის შერჩევაში. ეს შეიძლება იყოს ავტობიოგრაფია, შეიძლება იყოს თქვენი სერტიფიკატები, ტრეინინგები, სტაჟირების შესახებ ინფორმაცია, ან უბრალოდ ჩაწერეთ სამოტივაციო წერილი. ვარდის ფერღილაკზე დაწყაპუნებით შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ფოტოსურათი. საშუალება გეძლევათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე. დავაჭიროთ Relax, ავირჩიოთ შესაბამისი სურათი და არჩევის შემდეგ ეს სურათიც რეზიუმეს ფორმაში ავტომატურად გამოჩნდება. ადგილმდებარეობა. აქ აირჩიეთ ის რეგიონი და ქალაქი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სასურველი სამუშაოს არჩევისას. ჯერ ირჩევთ რეგიონს, დაუშვათ იმერეთი და შემდეგ ველში ქალაქი ან სოფელი,
ჩამოიშლება სწორედ იმ რეგიონში არსებული ქალაქების სია. მაგალითად, იმერეთი, ქუთაისი. თუ თქვენი ქალაქი ან სოფელი ამ ჩამონათვალ სიაში არ არის, მაშინ მიუთითეთ სხვა. და ბოლოს ავსებთ ინფორმაციას განცხადებლის შესახებ. აქ უნდა ჩაწეროთ განცხადებლის სახელი და მიუთითოთ ელექტრონული პოსტა. გამოქვეყნების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ელექტრონულ პოსტაზე, აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე მოგივათ შესაბამისი ლინკები, რომლითაც შეიტყობთ თუ როგორ უნდა შეასწოროთ ან წაშალოთ საჭიროების შემთხვევაში თქვენი განცხადება. დავაჭიროთ ღილაკს გამოქვეყნება. და ნახავთ, რომ თქვენი განცხადება წარმატებით დაემატა განცხადებების ჩამონათვალში. პირველ რიგში გამოჩნდება თქვენი ფოტოსურათი, გამოჩნდება განცხადების სათაური, განცხადების კატეგორია, ადგილმდებარეობა და განცხადების ატვირთვის თარიღი. თუ დავაწყაპუნებთ თქვენს განცხადებაზე, ანუ გავხსნით განცხადებას, ნახავთ, რომ გამოჩნდება ყველა თქვენი მონაცემი შესაბამის ველში. გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.